21 წელს ადგილობრივი არჩევნების წინ ჩაატრეს რაღაც კვლევა, დადიოდნენ სკოლებში და ეკითხებოდნენ ბავშვებს ხომ არ გშიათ. ბავშვებს ხშირად. მე ზოგადად სკოლაში დავდიოდი, სულ ხშირი დავდიოდი, იმიტომ რომ არ ჭამდი. რაღაცა თვისება ჩვევა მქონდა. 12 საათზე ვიღაცას რო ეკითხა გშია თუ არა, ვიტყოდი რომ გშია. და ნუ ასე ჩამოიარეს და აღმოაჩინეს რომ რაღაცა 100,000 ბავშვიო თუ რაღაცა თბილისში შიმშილობს. მე 30 წლის არჩევნებზე გამოვაგდა ოპოზიცია და თუ გავიმარჯვებთ, უფასო კვებას გავაკეთებთ. ეს იმხელა ტყუილი არის ხალხო, იმხელა ტყუილი იყო რომ მაშინვე დავწეროთ ეს ტყუილია. გარდა იმისა რომ უბრალოდ 100,000 ბავშვი თუ შიმშილობს, ესე იგი 200,000 მშობელი შიმშილობს ხო ანუ როგორც ეს ბავშვი თუ შიმშილობს, მშობლები კაი ხანია შიმშილობენ. და სადგინახიათ რომ თბილისში რა ვიცი 100-ობით ადამიანი შიმშილობდეს. დავწერე პოსტიც კი, მე თქვი დებილობა არ შეიძლება, ტყუილით არ შეიძლება ქოცეთან დაპირისპირება. ფაქტ-ჩეკები რო არის, ვითომ ფაქტ-ჩეკებს აკეთებენ, თქვენს რომ არა ვწდება ხალხი შიმშილობს. ოღონდ ისაო კალორიებს არ იღებენო საკმარისად და თუ იღებენო, თლად კალორიებს არ იღებენო, ჯანმრთელი კვება არ აქვს. საბოლოოდ მთელი შიმშილობის ამბავი დავიდა იქამდე რომ ვიღაც ბავშვები ჩვენ ქვეყანაში საკმარისად კარგად არ იკვებება. ნუ რავი, ღარიბ ქვეყანაში უცნაურია რომ ასე ცოტა, ალბათ უფრო მეტი ადამიანი არ იკვებება წესიერად. გამდიდრდებით და დიდარი ქვეყანა რო იქნებით, ალბათ ეს პრობლემაც ნენელა მოგვარდება. აქედან გაჩნდა ეს ტყუილი და მე გონს ვერ მოვიყვანეთ. შეიძლება ვიღაც ბავშვი შიმშილობდეს ჩვენ ქვეყანაში, აი ალბათ ეს ერთეული შემთხვევები იქნება. ასე ზოგადად, რავი, ტყუილია, უბრალოდ ტყუილია. ფაქტურია ტყუილია.